ესალმებით ქალაქ ზუგდიდიდან. ჩვენ ახლა მომებით ქალაქ ზუგდიდში, ეს არის ნომერ მერვე საშუალო სკოლა. ჩემო ბატონო, როგორც ჩანს მისი შესასვლელი, რომ ჩვენ სხვა გზით შემოვდიოდით ჩემ დროს. რა ემოციური ბმა მაქვს მე ამ სკოლასთან. საქმე იმაშია, რომ 1985 წელს, როდესაც ინსტიტუტი დავამთავრე, მე დავიწყე შრომით საქმიანობა ქალაქ ზუგდიდის განათლების განყოფილებაში მეთოდისტად და აუცილებელიც კი იყო, რომ პარალელურად ნახევარ განაკვეთზე სკოლაში გესწავლებინა შენი პროფესიის მიხედვით რამე. ამ შემთხვევაში მე გავხდით ქართული ენის, ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებელი და ამ სკოლაში გამოჩნდა ვაკანსია ნახევარ განაკვეთზე, ანუ 9 საათზე და მგონი 86 სასწავლო წელს მოვედი პირველად აი ამ სკოლაში და 91-ში წავედი საერთოდ მე მგონი საქართველოდანაც. მოლეთ ჩემი 5 წლიანი გამოცდილება პედაგოგიური მოღვაწეობისა მიმდინარეობდა აი ამ სკოლაში. კარებია, მე ლოცდების შიგნითაც შევიდე და სამასწავლებლო ტიპოვო, სადაც ჩვენ მასწავლებლები დასვენების დროს ვიკრიბებოდით. წავედით, მერვე სკოლელებო, ზუგდიდის, თქვენ სკოლაში ვარ. წავედით. აი ასე ვაღებდი. მისარგებლები მით რომ ვახტაზე არავინ არ არის. ჩემო ბატონო, აქ ბუფეტი ყოფილა, ჩემ დროს ის გარეთ იყო. ჩემო ბატონო, აქ ბიბლიოთეკა. ეს ნაგებობა ზოგადად ჩემ დროს არ იყო, რომ იცოდეთ და დიდად 5 კლასი, მერვე კლასი.